დილა ადრიანსაც შეიძლება მივდიოდეთ თუ არა პარიზისკენ. მე ლევან ქერდიყოშვილი ვარ და კრევის სამყაროს მორიგ ვიდეო ბლოგში მე მოგიყვებით ძალიან საინტერესო ამის შესახებ. საქმე ეხება იმას, რომ მე ვიქნები ახალგაზრდა ქართველი პროფესიონალი მოკრევის თორნიკე ილაშვილის სეკუნდანტი ფრანგულ რინგზე და სწორედ აი აქ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იწყება ჩვენი მოგზაურობა. თორნიკე ილაშვილი ძალიან კარგი ახალგაზრდა პერსპექტიული მოკრევია. მან უკვე დაამტკიცა საქართველოშიც, რომ ძალიან ბევრი შეუძლია, იბრძოლა საზღვარგარეთაც, მიიღო საკმაოდ კარგი გამოცდილება და აი ახლა მორიგი გამოწვევა სწორედ საფრანგეთიდან, ქალაქ რუანიდან, თუ სწორად გამოთქვავ, გვაქვს საშუალო წონაში ჩვენი მეტოქი არ არის ძალიან დიდი გამოცდილების მეტოქე და ვეცდებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებით დაგიბრუნდეთ. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, ჩვენს ვიდეო ბლოგში იხილავთ მოგზაურობის ასპარეზობის ყველა დეტალს, სწორედ ისე, როგორც ხდება სინამდვილეში. ასე რომ გამოვყევით, ვეცდები ყველაფერი გაჩვენოთ. წინ ძალზე საინტერესო ვიდეო გველის. წავედით. აი ესე მეგობრებო. აი ჩვენი თორნიკე დილა ადრიან, ცოტა დაღლილი უკვე და მივემართებით. პირდაპირ ფრენა გვაქვს. ეს კარგია, დანარჩენი უკვე გადაგზავნა ვნახოთ. პარიზი დაგხვდა წვიმიანი, მოღუშული, მოღრუბლული, სევდიანი, მოწყენილი. ჩვენ ცოტა არ იყოს დაღლილები ვართ, მაგრამ რაც თავარია ჩამოვედით. გავიარეთ საპასპორტო კონტროლი და ახლა გავდივართ. როგორც უკვე მოგწერეს, ძღოლი უკვე გველოდება და შემდეგ გვექნება გზავრობა პარიზიდან ჩვენი საბოლოო დანიშნულების ადგილამდე. იმედია, კარგი გზავრობა გვექნება და დავისვენებთ, იმიტომ რომ საკმაოდ დავიღალეთ უკვე. დაგხვდა ჩვენი მასპინძელი, ძღოლი და მივყავართ საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ, როგორც გითხრა, გავჭირდება დაახლოებით 2 საათი. საკმაოდ ხანგრძლივი მგზავრობა კიდევ ერთი გველის წინ. თორნიკე ცდილობს მხნეობა შეინარჩუნოს. ტონის კლება მიდის აქტიურ რეჟიმში აქვს, ასე ვთქვათ და ერთ წყალს დალევს, ერთ შეჭამს კი შემოგთავაზეს რაღაცეები, მაგრამ სამწუხაროდ სანამ წონა არ ჩაბარდება, წონა კიდევ საღამომდე იმას ვერ ჩავაბარებთ, საღამოს იქნება აწონები. მანამდე კი უნდა გავძლიოთ. ნახოთ, მოღრუბლული წვიმიანი ამინდია საფრანგეთში. Rising up straight to the top, had the guts, got the glory, went the distance, now I'm not gonna stop, just a man and his will to survive. Stalks his prey in the night, and he's watching us all with the eye of the tiger. 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 ჩამოვაღწიეთ რა. აი ამ წელს შემოვედით სასტუმროში. გზაც ძალიან დამღლელი იყო. ჩამოვედით ქალაქ რუენში, უბრალოდ თვითონ ცოტა სხვანაირად გამოთქვა ფრანგები, მაგრამ მე არ შემიძლია ისე გამოთქვა და რუენს დავუძახებ.
მოკლედ ახლა დავისვენებთ, გავარკვევთ, როგორ განვითარდება ჩვენი გეგმები საღამოს, სავარაუდოდ უნდა გქონდეს აწონვები და მოკლედ დაველოდოთ. ვეცდებით რომ ცოტა ხანი დავისვენოთ, სხვა პირობები კარგია, ნორმალური კარგი სასტუმროა და ნახოთ. მოვიდა საღამო, მოვიდა აწონვების დრო და ესეთ დიდ გრანდიოზულ სავაჭრო ცენტრში მოგვიყვანა ჩვენმა მეგობარმა, რომელიც აორგანიზებს ჩვენ მისვლა წაყვანა წამოყვანებს. თორნიკე არის შეძლების დაგვარად ხოდზე. შეძლების დაგვარად იმიტომ რომ შიმშილობს კაცი მთელი დღეა და წონა არ ჩაუბარებია და გზავრობა და მთელი ამბები, მაგრამ რას ვიზავთ, ეს არის სპორტსმენის ხვედრი, შეგუებულები ვართ და მოკლედ მოვეთ ახლა თავად ავიწონებით, ჩავაბარებთ. მერე ჭამა გვექნება და მერე უკვე ყველაფერი კარგად იქნება. ხორალობა არის, ბევრი ხალხია შეკრებილი, აწონების ცერემონიალი ჩატარდება აი აქ. წინასწარი ინფორმაციები რინგანონსერმა, რეფერიმ და შემდეგ ოფიციალურმა პირებმა გამოგვართეს. ხალხი ბევრია მოსული, საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. დაწყებულია აი ესეთი მოკლედ შეკრება იციან და საუბარი და მოკლედ დროის გატარების ერთ-ერთი შანსია ხოლმე აწონების ცერემონიალი საფრანგეთში. კარგად არის ყველაფერი ორგანიზებული და ჩავაბარებთ ახლა წონას. La chapelle remet ça. Ou encore, Zénel, je vais lui laisser l'opportunité. 4 a.m. concrete bites my palms raw. No spotlight glare, just echoes in the war. While you chase trends, I stack the weight. Each strap a vow, each drop a fate. Fingertips cracked on iron bars. Counting breaths like falling stars. No handouts, back, no passing trace. Every star a medal, earned grace. You think respect is bought with noise? Real names I crawl through silent poise. One person luck, 989 grit, 0 shortcuts, all the hours I've spent, 10,000 scars, not a single regret. My name's not given, it's burning yet. My name's not given, it's burned in yet. Back down, double balloon, slept on the floor, wore dreams the road. Out knocked once, I left it cold. Woke up the fire that won't grow old. No trophy gleam, just Merci messieurs, on les applaudit très fort s'il vous plaît. Again, Un peu plus de bruit. I want it spine, the kind that stands when worlds Magnifique. decline. Your winds are C'est carried by l'heure the pour le crowds championnat du of monde qui nous intéresse. blood. De Gonzalez. One person luck, 989 grit, Entre nous, 0 shortcuts. absolument. All the hours I've spent, 10,000 scars, not a single regret. My name's not given, it's burning yet. Face to face. My name's Entre not les deux. given. Merci messieurs, on les applaudit très fort s'il vous plaît. Événement exceptionnel. წონა ჩავაბარეთ ძალიან კარგად და შეგვიძლია აღვნიშნოთ. ადგილზე არის პატარა ალაფურშეტი გაშლილი და ცოტა ძალებს აქ გაღვიდგენთ და მე უკვე სერიოზული ჭამისთვის მოვემზადებით. მნიშვნელოვანია ახლა ეს ყველაფერი. მოგვიმარჯოს. გუშინდელი დღე მშვიდობით, კარგად, მშვენივრად დავასრულეთ. დღეს უკვე ბრძოლის დღე გვაქვს. ამინდი შედარებით კარგია, გუშინ წვიმიანი დღე იყო, დღეს მოღრუბლული, არაფერი ისეთი. როგორც გითხარით, ვართ აი ამ სასტუმროში განთავსებული, მდინარის პირას არის ეს სასტუმრო, აი აქ უკვე მდინარეა, აი ამ ადგილზე გაგერ ხედავთ გემები დაცურავენ. საკმაოდ საინტერესო ადგილია, ქალაქიც საკმაოდ საინტერესოა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მოკლედ დილას ვისაუზმეთ მე და თორნიკემ და ახლა მივდივართ უკვე სადილად. სადილს ვეცდებით რომ არ კონდეს დატვირთული, ძალიან მნიშვნელოვანია მოკრევეებისთვის რომ ბრძოლის წინ ზედმეტად არ იყვნენ ასე ვთქვათ დამძიმებულები, დამშეულები უნდა ავიდნენ რინგზე როგორც ფიზიკურად ასევე მენტალურად და ყველანაირად და აი აქვე არის სპორტ კაფე, სადაც შეგვიძლია მოკლედ
ძალიან კარგი და გუშინაც ნახეთ ჩვენ რომ საკმაოდ ისეთი ნამდვილი სპორტული და კარგი საკვები შეგვიძლია მივიღოთ. ეხლა მივდივართ მოკლედ სადილად, სუბუქად ვისადილეთ და მე კიდევ გარკვეული დრო გვაქვს. მოვიფიქრებთ, შეიძლება გავისეირნოთ კიდეც ამ ქალაქის ქუჩებში, ვნახოთ თორნიკე როგორ ხასიათზე იქნება, მაგრამ მე სურვილი მაქვს. აი ესეთი საინტერესო ქალაქია, რაღაცეებს ენახავი არის, საკმაოდ დიდი ქალაქია და ყოველ შემთხვევაში სადილის მერე ვნახოთ როგორ ხასიათზე დავდგებით. არა თორნიკე. მოკლედ გრძელდება ჩვენი მოგზაურობა. Je marche dans les rues de cette ville où les souvenirs se dessinent sur les fils. Le ciel est gris mais c'est joli. C'est le décor de mon ennui. Les pavés mouillés par la pluie me rappellent que tout s'enfuit. Et je repense à nos éclats de rire, à tout ce qu'on n'a pas su se dire. Dans cette ville où le temps s'arrête, où les fantômes font la fête. Rouen, tu m'as pris un morceau de cœur, sous tes nuages, sous ta fraîcheur. Rouen, j'ai laissé un peu de ma vie dans tes ruelles au milieu de la nuit. Rouen, tu pleures souvent mais t'es belle, comme une histoire universelle. Le long de la Seine, les lumières dansent. Elles se moquent bien de mon absence. Je cherche ton ombre au coin d'une rue, mais le passé ne répond plus son. On a grandi, on a changé, chacun a pris son monde à clé. Rouen, tu m'as pris un morceau de cœur, sous tes nuages, sous ta fraîcheur. Rouen, j'ai laissé un peu de ma vie dans tes ruelles au milieu de la nuit. Rouen, tu pleures souvent mais t'es belle, comme une histoire universelle. Rouen, tu m'as pris un morceau de cœur, sous tes nuages, sous ta fraîcheur. Rouen, j'ai laissé un peu de ma vie dans tes ruelles au milieu de la nuit. Rouen, tu pleures souvent mais t'es belle, comme une histoire universelle. Rouen, tu m'as pris un morceau de cœur, sous tes nuages, sous ta fraîcheur. Rouen, j'ai laissé un peu de ma vie dans tes ruelles au milieu de la nuit. Rouen, tu pleures souvent mais t'es belle, comme une histoire universelle. აი ესეთი გადაჭედილი ქუჩებია ტურისტებით ამ ქალაქში. ძალიან მაგარი ქალაქია, ძალიან კმაყოფილები ვართ. ყველაფერი ვნახეთ თითქმის და დაბეჭდილებების ქვეშ ვართ. ვიწრო ქუჩები, ძალიან ძველი ქუჩები ამ ქალაქის, ძალიან დიდი მასშტაბური ეკლესიები და მართლაც ფრანგული ხიბლი. ერთადერთი ამ ქალაქის დასახელების გამოთქმა ისევ ძალიან მიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვივარჯიშე, სადღაც ესე იძახიან. არ ამგონია რაღაც კარგად ჟღერდეს. მოდი მე რუონს დავუძახებ. ეხლა მივდივართ სასტუმროსკენ, ბრუნდებით. გვაქვს დრო დასასვენებლად. ძალების აღსადგენად სრულად და
ემოციურად ყველანაირად დამშვიდებულები ვარ და საღამოს თორნიკე გვპირდება რომ დასწრებს. დანარჩენი უნდა ვნახოთ რინგზე. ავიდეთ. მოვედით მეგობრებო, აი ამ დარბაზში თქვენ ხედავთ როგორ გადავსებულია ტრიბუნები და აი აქ მედის სამოყვარულო ორთაბრძოლები. მინდა გითხრათ რომ მართლაც ძალიან მაგარი, ძალიან თანამედროვე დარბაზია, რაც საფრანგეთში არის სიმართლე რომ გითხრათ იშვიათი, იმიტომ როგორც წესი ძველებური დარბაზებია ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორც შოუს ორგანიზება, ისევე სასტუმრო, ისევე ყველანაირი დეტალი არის უმაღლეს დონეზე და მათ შორის ეს დარბაზი ნახეთ, ძალიან ულტრა თანამედროვე, ძალიან მაგარი დარბაზია, ხალხით არის გაძეძგილი და ჩვენ სწორედ ეს გვინდა. თორნიკე არის სრულ ფორმაში, ძალიან მაგარი განწყობით, ძალიან მაგარი შემართებით. ალბათ ყველა მიიცით კარდენახული ღვინოს შესახებ და ჩვენ ვეცდებით ამ საღამოს ყველას გაგაცნოთ კარდენახული მუშტების ძალა. ასე რომ ვნახოთ, სიტუაცია არის ასეთი და ჩვენ სულ მალე დავიწყებთ. Trying hard now. It's so hard now. Trying hard now. Always Reprise de 2000. getting strong now. Won't be long now. Getting strong now. Gonna fly now. Flying high now. Gonna fly, fly, fly. Gonna fly, fly. Gonna fly, fly. Gonna fly, fly. აი ბრძოლის წინ მე და თორნიკე ხელები მზად არის, დახვეულია, შემოწმებულია და ველოდებით ახლა რინგზე გასვლას. თორნიკე, როგორია შენი განწყობა, გითხარი ორი სიტყვა. შვენიერი განწყობა აქვს თორნიკეს. დანარჩენი მომზადებით, მე მგონი ხარ კარგ ფორმაში. კარგ ფორმაშია. მე თქოს ჩავხედეთ გუშინ თვალებში, რა შეგიძლია, რა თქვა. ესე ვერ ვილაპარაკებთ. მუშტები ვილაპარაკებენ რინგზე. მოკლედ მეგობრებო, დაელოდეთ. ნახოთ რა იქნება. შოუ მიდის უკან, ჩვენ წყნარად ვართ და ყველაფერი არის იდეალურად. მოვიდა ბრძოლის დრო და აი ამ გადაჭედილი ტრიბუნების წინაშე სულ მალე თორნიკე ილაშვილი გავა რინგზე. ჩვენ აქ ვართ, ჩვენ მზად ვართ და ვნახოთ. ყველაფერი წინ არის, დიდი ბრძოლა იქნება აქ ფრანგულ რინგზე. სწორედ აი აქ დაიწერება ისტორია. წავედით. Spotlight, just echoes in the war while you chase trends. Stack the weight, each drop of foul, each drop of fate. Fingertips cracked on iron bars, counting breaths like falling stars. No handouts begged, no passing trace. Every song of battle, earned grace. You think respect is bought with names? Real names are carved through silence. რეანურად თორნიკე არ გაიხსნა. One person აკონტროლე. აი მაგ დროს რომ მოდის მარჯვენა უნდა დაუშვე. ცოტა ახლო მოვა თუ არა ეგრევე მარჯვენა. აი ეგრე.
კარგი ხარ, აი ეგრე. კი ბატონო, 1-1-2 დავარ, გადავიდა. ნაკლები დარჩა. შენ გენაცვალე, კაი ბიჭი ხარ. კარგი ხარ. ვერაფერსაც ვერ მოდის, ვერაფერსაც ვერ აკეთებს. Burned in the air. You back down, I doubled the load. Slept on the floor, wore dreams. უცებ შეგიძლია გადახვიდე მარჯვენა, ახლო როცა იქნება. მარცხნივ ნაბიჯი აიგრე. მარცხნივ ნაბიჯი და მარჯვენა. აი ეგრე გენაცვალე, კაი ბიჭი ხარ. აი მაგდროს აიგრე საყოლ. აი ფეხი რო შემოაქვს, მაგდროს თუ ფეხზე დაადო და მარჯვენა სტადებ ვეღარ გაგექცევა. აი ეგრე. 1% luck, 99 grit, 0 shortcuts. All the hours I've spent, 10,000 scars, not a single regret. My name's not given, it's burning, yeah. My name's not given, it's burning, yeah. I never changed the fame. ასე დამგვარად მეგობრებო, სრულდება ჩვენი მოგზაურობა. გუშინდელ ბრძოლას რაც შეეხება თქვენ ნახეთ ჰაილაითები, საკმაოდ კარგი თანაბარი ბრძოლა გამართა თორნიკემ. საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან. თორნიკეს მეტოქე არის ამერიკაში მიღებული გამოცდილებით, სამოყვარულო კრებებში ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. არის ამერიკული ტურნირების გამარჯვებული სამოყვარულო კრებებში და პროფესიონალური კარიერა სამშობლოში საფრანგეთში დაიწყო. სწორედ ამ ბრძოლით ძალიან კმაყოფილები ვართ, მართლაც ძალიან თანაბარი და კარგი ბრძოლა ჰქონდა. სამწუხაროდ ქულებით ასეთ შემთხვევაში მასპინძლებს მიენიჭათ გამარჯვება, თუმცა თორნიკესთვის ეს იყო ძალიან კარგი გამოცდილება და დარწმუნებული ვარ სამომავლოდ თორნიკეს ძალიან გამოადგება ეს ყველაფერი. თორნიკე ძალიან ახალგაზრდაა, ყველაფერი წინ აქვს, ახლა იწყებს, იძენს გამოცდილებას და დარწმუნებული ვარ რომ უფრო და უფრო მოუმატებს და უფრო და უფრო მაღალ დონეზე გადავა დროთა განმავლობაში. ყველანაირი მონაცემი აქვს მას ამისთვის, პიროვნულით, სპორტულით, ფიზიკურით, მენტალურით და ასე შემდეგ. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, თქვენ თვითონ ნახეთ რომ ვიმყოფებოდით შესანიშნავ ქალაქში, ძველი, საინტერესო ისტორიული ქალაქი, ღუონ, ბოლო-ბოლო მე მგონი გამოუთხია ქალაქის სახელი და კმაყოფილები მოვდივართ, ბევრი საინტერესო რამ ვნახეთ. და თქვენც ვეცადე რომ მეჩვენებინა თქვენთვის. რაც შეეხება მასპინძლობას, მინდა თქვა რომ იყო ერთ-ერთი გამორჩეული. ჩვენი მასპინძელი იყო ჩვენი ქართველი ჩემპიონის ნიკა ბიგოვას ყოფილი მეტოქე ლანსელოტ პროტონ დელა ჩაპელი, რომელიც ნიკა ბიგოვამ დაამარცხა ძალიან მაგრად და ეპიკური ბრძოლა იყო და ვადაზიადრე. თუმცა ეს მოკრივე არის ძალიან მაგარი მოკრივე, ძალიან ბევრი კამერები აქვს, ძალიან high level მოკრივეა, ასე ვთქვათ. და ახლა დაიწყო პრომოუტერობას, თავისი შოუების ორგანიზება და ერთ-ერთი პირველი შოუ იყო მისი ორგანიზები და მინდა ვთქვა, რომ მადლობლები ვართ 100%-ით, ძალიან მაგრად იყო ორგანიზებული ყველაფერი, ძალიან მაგარი პატივი იქცეს, პირადად ლანსელოტ პროტონ დელა ჩაპელმა ძალიან კარგი მასპინძლობა გაგვიწია. ყველაფერი იყო იდეალურად, სასტუმრო, დაორგანიზებული, პატივისცემა, ურთიერთობა, ლოჯისტიკა, უმაღლეს დონეზე და თვითონ შოუც და ძალიან გამაკვირვა იმან, რომ თვითონ შოუ იყო ახალ დარბაზში, როგორც წესი საფრანგეთში ესეთი ახალ დარბაზები არ არის ბევრი, მოძველებული დარბაზებში გვიწევს ხოლმე და იყო ულტრა თანამედროვე, ძალიან მაგარი სპორტული დარბაზი, გადაჭედილი ხალხით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და აი აქ ერთ-ერთი მთავარ ბრძოლაში სწორედ თორნიკემ იასპარეზა, მოკლედ მაყოფილები ვართ, ბრუნდებით ახლა პარიზის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ ფრენით თბილისში. თქვენ კი აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ სოციალურ ქსელებში, დაგვიტოვეთ თქვენი კომენტარები და უკვე მაგეთ ქართულ კრივს. წავედით.